საქართველოს საპატრიარქოში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი ტყის მართვის ერთობლივი კომისიის შეხვედრა გაიმართა. საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა და მინისტრმა დავით სონგულაშვილმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები ტყის ეკოსისტემის დაცვისა და მდგრადი მართვის მიმართულებით. აღინიშნა, რომ სამინისტროსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტერიტორიებზე ტყის რესურსების დაცვასა და მოვლაში. ტყის მართვის ერთობლივი კომისია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის თანამშრომლობის ფარგლებში მოქმედებს და მისი მიზანია ტყის რესურსების პასუხისმგებლიანი და მდგრადი მართვის ხელშეწყობა. ჩატარდა საპატრიარქოს და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის არსებული კომისია, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის. კომისია მიისჩელა იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც არის ტყის ერთობლივ მართვასთან მიმართებით, ჩამოყალიბდა და განისაზღვრა ყველა ის საკითხები, რომელიც აქტუალური არის ამ შემთხვევაში და განისაზღვრა სამოქმედო გეგმის ნაწილი, თუ როგორ შეიძლება რომ შემდგომ ნაბიჯები გადაიდგას, შემდგომი გეგმები დაისახოს იმისთვის, რომ ერთობლივად იმართოს ის უნიკალური რესურსი, რაც არის საქართველოს ტყე. ტყე წარმოადგენს ჩვენს სტრატეგიულ რესურს, ეროვნულ ღირებულებას და ისტორიულად მოგეხსენებათ, რომ ბევრი ეკლესია, მონასტერი განლაგებული არის ტყეში, განლაგებულია ესეთ მიუვალ და უდაბურ ადგილას და დღეს ხდება პროცესი მონასტრების გაცოცხლების, მონასტრების განახლების და სამონასტრო ცხოვრების აღდგენის და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ჩვენ კიდევ ერთ დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს, რომ ის არეალი, რომელშიც ჩვენმა წინაპარმა ასე ვთქვათ დაიდო და სიწმინდეს დაუდო სათავე ადგილს ლოცვისა და სიწმინდისა, რომ ეს იყოს დაცული სწორად და ფარგლებში იმ მოთხოვნებისა, რომელიც გააჩნია დღევანდელობას. იქნება სახელმწიფოებრივი თუ საეკლესიო თვალსაზრისით.